დილა მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დილა მშვიდობის. მოგესალმებით, ბატონ ფრიდონის მივესალმები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელია სოფლის მეურნეობის. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრს ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულება აქვს და ისეთი პროფესიონალები, როგორც ბატონი ფრიდონია, ძალიან ბევრი საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ჩვენთვის და ზოგადად სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასე რომ დღეს ვისაუბრებთ ხილსა და ბოსტნეულზე. განსაკუთრებით საზაფხულო ხილსა და ბოსტნეულზე, ვინაიდან ამის სეზონია და საერთოდ აი ბუნებამ ესეთ საჩუქარი გაგვიკეთა, რომ ზუსტად ის ხილი და ბოსტნეული მოდი კონკრეტულ იმ პერიოდში, როდესაც ეს ჩვენთვის არის ხოლმე საჭირო. და ბუნებას უნავს ჩვენზე. ნამდვილად ესეა, ყველა ეს სასარგებლო პროდუქტი უნდა მივირთვათ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი არჩევის წესებიც, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგი პროდუქტია ვარჩიოთ თვალით, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდეს თქვა სულად უგემური და გამოუსადეგარი სასურველი ასე არის და ამიტომაც მოდით ვისწავლოთ დღეს მისი არჩევის წესები. პირველი, რასაც ხშირად ასე თქვა კითხვას ვისმენთ, ეს არის იმპორტირებული და ადგილობრივი რა განსხვავება ძირითადად მათ შორის. პირველი, რაც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ იმპორტირებული შემთხვევაში ხშირად ხილი და ბოსტნეული სანამ მომწიფდება, იქამდე წყვეტენ ხოლმე კლიმაქტერული ხილის შემთხვევაში, რომელსაც თვით დამწიფების უნარი აქვს იმისათვის, რომ გზაში დამწიფდეს და ჩვენამდე ასეთ მდგომარეობაში მოვიდეს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ აი ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებით მდიდრდება ხილი და ბოსტნეული, როდესაც მწიფდება. აი იმ მომენტში, ხეზევე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დამწიფების შემდეგ იყოს მოწყვეტილი და ასეთი სრულფასოვანი ხილი და ბოსტნეული მივიღოთ. და გარდა ამისა, როდესაც ადგილობრივზე ვაკეთებთ არჩევანს, ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვართ, რომ აი ტრანსპორტირებისთვის, რადგან გრძელი გზა და დრო არ სჭირდება, ამიტომაც ნაკლებად დამუშავებულია მეტად სავარაუდოა. და აცდიან დამწიფებას რა ინფორმაცია გვაქვს ჩვენს ადგილობრივ პროდუქტს? მას ხო არ ჭირდება ბევრი დრო, რომ ჩვენამდე მოვიდეს. ადგილობრივია, სულ რაღაც რამდენიმე დღიან საათით შეიძლება იყოს საჭირო იმისათვის, რომ ჩვენამდე მოვიდეს. ამიტომაც უპირატესობა მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, რომ ამ შემთხვევაში ადგილობრივს და რა თქმა უნდა ქართულს მივანიჭოთ, გარდა სხვა ბევრი სასარგებლო თვისებისა, რომელიც ქართულ პროდუქტს გააჩნია. გარდა ამისა, ისეთი ხილი, მაგალითად როგორც არის მარწყვი, საზამთრო, ვაშლი, აი ძალიან აქტუალურია ამ სეზონზე და ერთი რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება თქვა ვაშლისა და მსხლის შემთხვევაში, ეს არის აი შეგინიშნავთ კიდე შეიძლება ზეთოვანია ხანდახან ზედაპირ, როდესაც გაყოფილებს ცვილით. ეს არის დამუშავების მეთოდი, ძირითადად ეს იმპორტირებული შემთხვევაში შეიძლება შეხვდეს ძირითადად ვამბობ, იმიტომ რომ მას ასე ვთქვათ ინახავენ ასეთი ფორმით და ამ დროს უბრალოდ წყლის გავლება არ არის ხოლმე საკმარისი კარგი გარეცხვა შეიძლება გათვლაც კი საჭირო იყოს, არდაკანში ძალიან ბევრი ვიტამინია. ზუსტად. კარგი გარეცხვა რას ნიშნავს? მხოლოდ წყლის ჭავლით? არა, მხოლოდ ხელი და უბრალოდ წყლის გადავლება არ არის ხოლმე საკმარისი, აი კარგი ასე ვთქვათ დამუშავება ჭირდება და შეიძლება გათვლაც კი გააჩნია ხა როგორ არის დამუშავებული. გარდა ამისა, საზამთრო ძალიან აქტუალური პროდუქტია და უნდა ვიცოდეთ, რომ ეხლა ჯერ არ არის საზამთრო სეზონი. ამიტომ ის საზამთრო, რომელიც ასე ვთქვათ გამოფენილია ტრასებზე განსაკუთრებით, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა მაშინ ნიტრატებით ბატონი ფრიდონის დამეთანხმება და მე დამიმატებს, რაც მე დამოკლდება, რომ აი, როდესაც მისი მოსავლის სეზონი ჯერ არ არის, უმჯობესია თავი შევიკავოთ ხოლმე. საერთოდ ეწერა ქართული საზამთრო და ამიტომ გავბედე ყიდოს ქართული რა თქმა უნდა, ქართული შესაძლოა იყოს. შესაძლოა იყოს ამ დროს. ან შესაძლოა ეწეროს. შესაძლოა ეწეროს და იყოს კიდეც, მაგრამ როდესაც მისი მოსავლის პერიოდი ეს არის ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდეც გრძელდება, აი მაშინ არის ივლისის ბოლო არის საზამთროს მოსავლის პერიოდი. რა სხვები? ციკა რა გამიკეთე ხარ მთელი ზაფხული გამიშავე. ძალიან ხშირია ხოლმე საზამთროთი ინტოქსიკაცია და განსაკუთრებით ბავშვებში, ალბათ გაგიგიათ კიდე. ეს იმიტომ რომ ძალიან მარტივად მისი კონტექსტი, ასე ვთქვათ, სიტკბო და სისველე ძალიან მარტივად გასამრავლებელი ადგილია ბაქტერიებისთვის. ამიტომ ეს ნახეთქებით ასე ვთქვათ, ნახეთქებიანი საზამთროს შევიძენთ. დაზიანებული საზამთრო არა. დაზიანებული. დიახ, მეორე, მოდით მოვიშოროთ ის ტრადიცია, რომ გავაჭრებინებთ ხოლმე ადგილზე და მე ის დავატარებთ ასე, რომ ესეც არ არის მიზანი შეწონილი. ძალიან მარტივია ამ დროს, რომ მაშინ ბაქტერიები მოხდნენ და შემდეგ გამრავლდნენ. და რაც ძალიან კარგად უნდა იყოს გარეცხილი. ერთგვარი, დიახ, სხვადასხვა ღრუბლითაც შეიძლება რომ გაირცხოს კარგად სკარაპოს, ვთქვი, ესე უწოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივირთოთ. აშრებება უნდა გავაკეთოთ.
დავხეხოთ. იგივე ხოლმე სხვათა შორის ნესვის შემთხვევაშიც, აი ნახეთქებიან, შავლაქებიანს უნდა მოვერიდოთ და აი მარწყვზე რასაც ახლა უცებ ვიტყვი, ეს არის რომ აი პირველი ნიტრატების გადამეტებისა პირველი ასე თქვა მანიშნებელი არის არომატი. ბატონ ფრიდონი ალბათ დამეთანხმება. თუ უარომატოა ხილი და ბოსტრა, უნდა შესაძლოა იქ უკვე ადგილი ქონდეს გადამეტებულ ნიტრატებს და აი მარწყვის შემთხვევაში პირველი ინდიკატორი ეს არის ხოლმე რომ აი შეიძლება შორიდანაც კი იგრძნოთ მარწყვის სურნელი და ასე რომ ესეც ერთ-ერთი ხო რომ თუ ვერ ვიგრძენი ბოსტნეული გვჭირდება. მისთვის დამახასიათებელიც უნდა ქონდეს რა თქმა უნდა. რაც შეეხება ბოსტნეულს, რომელიც საზაფხულო კერძების ასე ვთქვათ განუყოფელი ნაწილია, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, სტაფილა და ასე შემდეგ. უკვე ბატონი ფრიდონი მოგახსენეთ, ბატონი ფრიდონი გთხოვთ რომ ორი სიტყვით ასე ვთქვათ, მოკლედ დავახასიათოთ ეს ბოსტნეული, ასევე გვეშინია ხოლმე მათში ნიტრატების გადამეტებული შემცველობის და ამაზეც ვთქვათ, როგორ თუ არსებობს ხერხები რომ შეიძლება ამოვიცნოთ გადამეტებული ნიტრატები და ასე თუ შეიძლება მათი განეიტრალება ასე ვთქვათ, შემცირება სახლის პირობებში იგივე ვთქვათ, სოდიან წყალში გაჩერება და ასე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მნიშვნელოვანი თემა არის ბოსტნეული კულტურები, იმიტომ რომ საერთოდ მეცნიერების მიერ არის დადგენილი, რომ დღიურად მოსახლეობაში ერთი სული ადამიანი უნდა ღებულობდეს დაახლოებით 400 გრამამდე ბოსტნეულ კულტურას. ეს აუცილებელი ნორმაა იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა ნორმალურად იფუნქციონიროს. ნუ ჯერ შევეხებით საუკეთესო თვისებები, რაც გააჩნია ბოსტნეულ კულტურებს, იმიტომ რომ შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ბოსტნეული კულტურები, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, შაქრებს და ეს საუკეთესო მახასიათებლებია იმისათვის, რომ ორგანიზმში ნორმალურად წარმართოს ის ფიზიოლოგიურად აქტიური ესე იგი რეაქციები და ორგანიზმი განვითარდეს და სხვადასხვა ზარგდენ-მამოძრავებელი სისტემა იქნება, ნერვული სისტემა თუ სხვა ფუნქციები, რაც ადამიანის ორგანიზმში არის და მიმდინარეობს, უნდა განვითარდეს და ეს ხდება ძირითადად ბოსტნეულის დახმარებით და ერთ-ერთი მთავარი ესე იგი თვისება სწორედ ამ ბოსტნეულ კულტურებს გააჩნია. თვითონ სისხლის წარმოქმნის პროცესში ბოსტნეული კულტურები ძალიან დიდ მონაწილეობას ღებულობენ. აი ავიღოთ თითქოს არაფერი, ხო, ბადრიჯანი ერთ-ერთი ჩვეულებრივი პროდუქტია, მაგრამ აქტიურად ღებულობს სისხლის წარმოქმნის პროცესში. ის მინერალური ნივთიერებები, ის მიკრო და მაკრო ელემენტები, რომელიც არსებობს ბადრიჯანის კულტურაში, აქტიურად არის ჩართული სისხლის წარმოქმნის პროცესში და ეს აუცილებელი კულტურაა. მაგრამ ბატონო ფრიდონ, ნიტრატების მაღალი შემცველობის დროს ეს სასარგებლო ნივთიერებები გასაგებია, ნუ რაც შეეხება ნეგატიურ მხარეს, ეს ნიტრატების მიღება, როცა ვღებულობ ჩვენ დოზაზე ზედმეტ ნიტრატებს ბოსტნეულ კულტურებში, ეს არის თვითონ მიღების პროცესში დაშვებული შეცდომა, როცა ფერმერი თუ გლეხი, როცა ვერ საზღვრავს თუ რამდენი რაოდენობით შეიტანოს ეს აზოტოვანი ნივთიერება იქნება თუ სხვა ელემენტები. ამიტომ აუცილებლად საჭირო ყოველთვის კონსულტაციის დახმარებით პროდუქციის მოყვანა და მერე გატანა ბაზარში. არ შეიძლება უკონტროლოთ რომელიღაცა მრჩევლის, რომელიც არაკვალიფიცირებული ამ მრჩევლის დახმარებით მოიყვანო ბოსტნეული კულტურა და გაიტანო ბაზარში. თუმცა დღეს არის რაღაც ხარვეზები, არ არის იმის საშუალება, რომ გაკონტროლდეს ყველა ბაზარის სასოფლო სამეურნეო ბაზარი და სწორედ პრობლემა ეს არის, რომ უფრთხეს მოსახლეობა იმას, რომ ვიყიდო ახლა სათბურის პომიდორი ან კიტრი, თუ გინდა ღია გრუნტის, იმიტომ რომ იქაც შეიძლება იყოს დიდი შეცდომა დაშვებული, იქ ზედმეტ გადაჭარბებული რაოდენობით აზოტი იყოს მიცემული და შეიძლება მე აისახოს ნეგატიურად თვითონ ბაზარზე. იმიტომ ამას დიდი სახს არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ ნელ-ნელა გადავდივართ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე და მომავლისთვის უფრო გამკაცდება რეგულაციები ამ ნიტრატებთან და სხვა მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებით. კარგი, რაც შეეხება ამოცნობას ბოსტნეულ კულტურებს, თქვენ ბრძანეთ, აი როგორც თქვენ დაიწყეთ თავიდანვე, ნუ დაზიანებულ ხელს და ბოსტნეულს უნდა მოვერიდოთ. დაზიანებული ხილი და ბოსტნეული არის საბაზისო ადგილი იმისათვის, რომ იქ სხვადასხვა პარაზიტული ორგანიზმები იყოს, იგივე სალმონელა, იგივე ბუზის ბატლი, რომელიც უცბად მრავლდება და ვითარდება. ბოსტნეულზეც კი არის ბოსტნეულზე, საზამთროზე, ნესვზე, პომიდორზე შეიძლება იმ ნახეთ ადგილებში მრავლდება დევს კვერცხს, ელემენტარული ბუზი დევს კვერცხს, იგივე სალმონელა და სხვა პარაზიტები, რომლებიც უკვე ნეგატიურად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე, იქ მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს და სხვა დაავადებები. აგრეთვე
ჩვენ არ შევხებივართ გარდა ნიტრატებისა, ფუნგიციდების და სხვადასხვა პესტიციდების არასწორ გამოყენებას. იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორც უროლოგიური თირკმლის დაავადებები, სისხლძარღვების დაავადებები, სისხლის დაავადებები, იგივე ღვიძლის დაავადება, ასე რომ ეს ძალიან საფრთხილო საქმეა და ვერ ვიცავთ თავს მათ. არა, ვერ ვიცავთ როგორ ამისათვის არსებობს, დიდი მეწარმეებისთვის არსებობს ამისათვის სტანდარტები, რომელიც სტანდარტების დაცვის შესაბამისად უკვე სერტიფიცირებული პროდუქცია შედის სუპერმარკეტებში, ასე რომ ანუ მათ შეიძლება რომ ენდოს ადამიანი თქვენას უფრო კონტროლდება? უფრო კონტროლდება, მაგრამ არ არის 100%-იანი კონტროლი, იმიტომ რომ კონტროლი მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა იქნება მათი ლაბორატორიული ანალიზები იგივე ბაზრებში, იგივე სუპერმარკეტებში, შეიძლება ყველაფერი ვერ შეამოწმო, მაგრამ ესეთი მარტივი ხერხით, რაც უფრო ლამაზია თითქოს პროდუქტი, მით უფრო მეტია ნიტრატები, ასეთი შეფასება ვიცი. ეს ასე არ არის? იმიტომ რომ მე ძირითადად ჩვენ მუშაობ მაგ მიმართულებით ამ ბოსნეულ კულტურებზე, რამოდენიმე ძირითადად 8 კულტურაზე მაგ მე აღებული და ცდები ტარდება ჩვენთან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში. უკვე 2013 წლიდან 14 წლიდან უკვე ჩვენ შევუდებით სამეცნიერო კვლევით მუშაობას და ბევრი ჯიში და ჰიბრიდი მაქვს გამოცდილი და შესწავლილი. ჩვენ ბაზის პირობებში იგივე მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ბაზაზე და აგრეთვე შულავერში გზაფხულები ქონდა და ვაწარმოებდით ცდები. და დღეს შემოსული ჰიბრიდები რაც არის ბაზარზე, იგივე ევროპული იქნება თუ მნიშვნელობა არ აქვს. შესახედავად ლამაზია, მაგრამ საგემოვნო თვისებებით ჩათვალეთ, რომ მეტი წელი არის არა გემოვნური თვისები გაჩნდა, დაბალი გემოვნური თვისები. რას გემრიელია, კარგია? ესე მაინც გვასწავლეთ, არა? გემრიელია, შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ შეიძლება ნიტრატი იყოს, შეიძლება პესტიციდი იყოს, ასე რომ გემოთი ვერ შეაფასებ. ამას აუცილებელი არის ანალიზის ჩატარება. და რაც შეეხება კიტრის კულტურაზე, ავიღოთ აი ესეთი ვერსიები, ხო, არის ვკითხო რომ ხან ინტერნეტში ხან აი კულტურებს ვეღარ შევეხებით რო არ მოგვეწურა. თუ შეიძლება აი სოდიანი წყალი ახსენა, მარიამი და რამე გამიკეთებია ინტერვიუ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში. ესე იგი, კიტრისთვის შეიძლება აი ვიზუალურად რაც უფრო მუქი ფერის არის კიტრის შეფერილობა, შეიძლება შესაძლებელია რომ იქ ნიტრატი იყოს, მაგრამ ჯიშებში არის ღია ფერის კიტრი, არის მუქი ფერის კიტრი, ასე რომ ეს არ არის იდეალური რაღაცა შაბლონი იმის შეაფასო, ხო, მაგრამ იცოდეთ რომ რაც უფრო მუქი ფერის არის, იგივე ღია ფერის კიტრები, უკვე მუქ ფერში რო გადადიან, არის ალბათობა იმისა რომ შესაძლებელია აქ აზოტი იყოს დიდი რაოდენობის, მაგრამ ეს არ არის ის არგუმენტი რომ ამით რაღაც შეფასო. და სოდა არ მოგწონთ არც ერთი რაც შეეხება ახლა თავის არიდება, რომ რაც შეიძლება როგორ შეიძლება მოვაშოროთ. შიგნით როცა ბოსნეული კულტურების შიგნით ქსოვილებში როცა შესულია ნიტრატები, მაგის გარეცხვა შეუძლებელია. მაგრამ რაც გარეთ არის იგივე ნიტრატი, იგივე პესტიციდები, ფუნგიციდები, ინსექტიციდები შესაძლებელია გარეთ, აი კონტაქტური ფუნგიციდები რაც არის შესაძლებელი. რითი გავაკეთოთ ბატონო ფერდო? სოდიანი წყალი, იგივე მარილიანი წყალი შესაძლებელია, რაღაც დონეზე მარილს გამოყავს. ჩაწყვეტნა. მათ შორის წვანილების. მათ შორის წვანილების, სალათა, ნამდვილად. კულტურები. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ამოგვეწურათ რომ სასაუბროთ შენახვაზეც ვეღარც ვისაუბრეთ, მაგრამ მომდევნო ჯერზე გავაკეთოთ ცალკე შენახვის პირობებზე საუბრო.